მოდით ახლა ცოტა სათაურს გავუკეთებ იმისათვის რომ გავიგოთ თუ რის თქმა მინდა. საერთოდ როგორ ხდება ამ ქვეყანაზე ვინმე რაღაცას რო აიტაცებს ეს მას ნანახი აქვს ვიღაცა იმისაგან ვისაც ის ასე ვთქვათ ეთაყვანება. კუმირი უნდა იყოს, გესმით? ანუ მოდი ვთქვათ ასე მოდა. საიდან მოდის მოდა, ხო? ვიღაცამ რაღაცა ჩაიცვა ისეთი, რომ საერთოდ როგორ გითხრათ, არაადეკვატურია დღევანდელობასთან, საერთოდ ეთიკასთან, ქცევასთან, მიმართებაში, მაგრამ მან ნახა ვიღაცისგან. ანუ მთავარი ვიღაცა კუმირი შენმა რაღაცა გააკეთოს, იმას გაიმეორე. აი, მოდი ასე ვთქვათ, TikTok-ზე რა ხდება? TikTok-ი იმას რაღაცას განახებ, ზუსტად იმას იმეორებენ, იმ ჟესტიკულაციას იმეორებენ ბავშვები კიდე, რასაც იქ ხედავ. ხო? ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ალბათ კიდე დიდი ხანი. მაგრამ ურიებმა რა გააკეთეს ახლა? იმისათვის, რომ ის ერი, საიდანაც, კი არა, სადაც დაიბადა მაცხოვარი, ასე ვთქვათ, ხო? და მე თქვენ თუ გახსოვთ, ერთ ხილევაში კიდე განახეთ მე ეს, გავიმეორებ ახლა 24 ნაწილის ხილებისაც გოიმის მესამე ნაწილია ეს. და მოდი ახლა ამ ნაწილსაც, პატარა ფრაგმენტი კიდე გავიმეორებ პარალელურად, ხო? მე ჩემ შეპირებულს გავაკეთებ და ისეთნაირად დაგიღეჭავ, ისენაირად დაუმარცხლავ, რომ აი უბრალოდ დაღეჭვაც არ დაჭირდა და გადაყლაპა თუ არ შეგიძლიათ, მაშინ დარჩით გოიმებში და მე რა გაგიშველოთ მე. გამიგე, ცეცხლის გარდამოს ქრისტეს საქმეა, რა შუაშია გამაგებინე. ცეცხლის თაყვანისმცემლები ხარ? და ჩაიხედეთ ერთ თქვენ ბულში და საკუთარ თავს კითხეთ ხალხო. ცეცხლის თაყვანისმცემლები ხარ? რა შუაშია ცეცხლის გარდამოს ქრისტეს აღდგომა, კაცო. ქრისტე აღდგომა არის ნიშნავს უზან მკვდრეთით აღსდგა კაცი. ცეცხლის აგამო რა ჯანდაბა არის გამაგებინეთ ერთი. იმიტომ რომ გაგოიმებენ 2000 წელიწადია. და ეხლა კიდე გეტყვით, ამ ურიები მივიდნენ, ჩვენ იცოდნენ რომ ქრისტე ჩვენი იყო და არა მათი, ამიტომ ჯვარსაცვეს ვერ გაიგეს მისი ენა თუ რას ლაპარაკობდა. ჯვარსაცვეს და მე თვითონ გამოიყენეს ფულის საკეთებლად, იმიტომ რომ ფულის მეტი ვერაფერს ვერ აზროვნებენ ეგენი. გამიგეთ? მივიდნენ და ჩვენს ამბაში ჩაგვიდეს 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, გაიგეთ, რამდენი დაგვაშაბათეს. აზრზე ხართ რას აკეთებთ? და რას ნიშნავს ეს 2, 3, 4 შაბათი, 5 შაბათი, 6 შაბათი, რა ჯანდაბა არის ეს, ხო? აი შაბათია ის, რომელიც ქრისტემ დაუნგრია მათ და სპეციალურად იმ შაბათს აკეთებენ ამ ცეცხლის გარდამოსვლას და ამჯობინებენ ქრისტეს აღდგომას. იმიტომ ქრისტე მაგათ არ ასწამთ, გაიგეთ ხალხო, შეიგნეთ, შეუშვით ამ თავში. სდევნიან ქრისტიანებს. სუფეხებზე კიდინი ქრისტე და იცით რას ამობენ კიდე, მიდი და ჩადით ერთი ვინც რას იძახიან ქრისტეზე. გინდათ გითხრათ პირდაპირ? აი გეტყვით ახლა და კარგად დაიმახსოვროთ და მე გაიგითხეთ კარგად თუ გინდა. ქრისტეზე ისინი ასე ამბობდნენ და დღესაც იმას ამბობენ. იეშუა ბენზენა. იცით რას ნიშნავს ეს? ღმერთო მაპატიე. იესო ბოზიშვილიო. თქვენი ქრისტე არაფერში არ ჭირდება მათ. იმიტომ ქრისტე იყო რევოლუციონერი სულით. აი დღევანდელი გაგებით რო თქვა. და თავდაყირა დაუმხო ყველაფერი ის ტაძარი, იმიტომ რომ ვაჭრობის სახლად აქციეს ის. და მე პლუს კიდე შაბათი კიდე თავდაყირა დაუყირა. შაბათი დღე. და აი ამიტომ სპეციალურად აკეთებენ ამას შაბათს და არა კვირას. ესე იგი, რა ხდება? მათმა იცია ისინი ვერ იტანებენ ქრისტეს და ამიტომაც მას ბოზიშვილს ეძახიან. ეხლა რისი თქმა მინდა მე? კარგად ვიცნობ ჩვენ ქართულ პოეზია მწერალს ნოდარ დუმბაძეს, ხო? იმისათვის რომ ეს შენ ქართველისთვის გაიძულებინა მზაკრულად რა თქმა უნდა. პირდაპირ ამას ვერ გააკეთებს ადამიანი. იმიტომ რომ ვერც შხამიან ევადან დავიწყო და თუ გინდა ფიფქია 7 ჯუჯიდან, 7 ჯუჯა იქა სხვა შორის, ხო? ესე იგი 7J ქართულად. ვერც იქაც და იქაც ვერც ერთ შემთხვევაში
რო ეთქვათ შხამიანია ეს ვარსა სისტემა, კაცი ვერ შეჭამდა მაგას, ხო? ხო, მაგრამ უნდა იყოს შეფუთვა. ამისათვის საჭიროა ვიღაცა ისეთი პიროვნება, ვისაც სჯერავს მასებს. გამიგეთ? ამიტომ ნოდარდუმაძმა დაიყო ეს ფარულად, რა თქმა უნდა, მზაკრულად და აი ამ თავის სპექტაკლში მე ფილმი კიდე რო გადაიწეს თეთრი ბაირაღებში ათქმევინა ისეთ პიროვნებას, ნახეთ, ისეთ პიროვნებას, რომელიც იმ დროისათვის საქართველოში კი არა, მთელ საბჭოთა კავშირში იყო ავტორიტარული სისტემა. სისტემის წარმომადგენელს. ეს იყო ქურდი, ლიმონას სახით. სადაც იქ ერთ ფრაგმენტში მან იხმარა ეს სიტყვა. და მოდით ახლა ეს ნახოთ ეს ფრაგმენტი. ეს სახელმწიფოს პარავ, შენ კი გაჭირებულ კაცი. შენ რა გონია? სახელმწიფო კაცი არ არის? სახელმწიფოს ფული არ უჭირს? მიგვირს კიდევ სული როგორ უდგას სამისა და ვირიშვილები ვენიდან რომ სისხლწოვე. სახელმწიფოს პარავ, შენ რა სახელმწიფო მეწველი ძროხა გონია? თუ არ მეწოდებოდეს ბოზიშვილი ვიყო. ხედავთ, მაგრამ ეხლა როგორ არის ეს? აი აქ ამ მომენტში ეს ლიმონა დევდარიანი ამბობს რომ მე არ მინდა ეს ვიყო თუ შენ ესა და ესაო. აი ამ კონტექსტში ეს ცუდად არ არის ნათქვამ, იმიტომ რომ შინაარსი აქვს მას. იმიტომ რომ ეს ვიყო თუ ეს არ გავაკეთო, გესმით? რაზეა საუბარი? მაგრამ იმის შემდეგ ეს რო აიტაცა მასებმა, მანამდე ეს არ იყო ხალხო. რას ქვია, რომელი ქურდი კი არა, ნებისმიერი ძველი ბიჭიდან კი არა, ჩვეულებრივი კიდე რო ეთქვა მე ბოზიშვილი ვარო. თავს გავყოლე შუაში, იმიტომ რომ ესეც სული დააბრეყვა. ჯერ ერთი. მაგრამ იმის შემდეგ აიტაცა ეს მასებმა და ეხლა უკვე ვეღარ არჩევენ, თუ რატო ამბობენ ამას, ეხლა ამბობენ უბრალოდ იმის რომ სიმართლე კიდე რო თქვან და წყვილის რო გაამართლონ და სიმართლე რო გამა, მაინც ბოზიშვილობით იფიცებიან და ყოველ მეორე სიტყვაზე ამას ამბობენ. ქართველობა ხალხო. ქართველობა ჯერ, ესე იგი, ჩემი დედაო რო დაიწყეს 1990-იანი წლების შემდეგ, ესეც არ იყო მაშინ. არ შეიძლებოდა ამის თქმა, კი არა, არ შეიძლებოდა კი არა, არც იყო იმაში დიაპაზონში ადამიანის ტვინში მოსული ხალხო, გესმით? და შემოგვიგდეს ეს უცებ და საკუთარ დედაზე დავიწყეთ კიდე. ესეც უკვე აღარ ვიკმარეთ და უკვე ისი შემოგვაპარეს და უკვე ჩვენ სალოცავი ღმერთი ხატი რაც არის იმას ვათახსირებთ. და ვამბობ ესე იგი როგორ იცი ქრისტეს სახით და ქრისტეს ენით ვამბობ ჩვენ თითქოს რომ ბოზიშვილი ვიყო. ხედავთ რა ხელა მზაკრობა ჩადეს ამაში რომ შენ ქართველ ერს მამაკაცებს მით უმეტეს შენი ენით გათქმევინეს ის რაც მათ სწავდა იმ სატანისტებს და აი ამ სატანიზმში ვართ უმრავლესობა საქართველოსი გახვეული და როდესაც უმცირესობა ჩვენ გეუბნებით სიმართლეს პირში და გვინდა რომ თქვენს თვალი აგეხილოთ დედა გაგწირებული. რატომ? იმიტომ რომ აი მეგრულად იყვიან თოლიჩკომილიკია. თოლიჩკომი რას ესე იგი გათვალული ხარო. გათვალულია ის მაგის საქმე. ის ვეღარ ხედავენ. იმად ურჩევნიათ ის შხამი. ელაპარაკონ, ჭამონ, სვან, იმეორონ 1000-ჯერ. ვიდრე ჭეშმარიტების ნაყოფი და ვიდრე ღვთიური თვალის ახელა. კარგით, მეგობრებო, მოკლედ კიდევ მეოთხე ნაწილი დამჩა და ამით დავამთავრებ საერთოდ ჩემს ასე ვთქვათ, ხილებას და მოღვაწეობასაც როგორც ვარ.